რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 9.4%-ით განსაზღვრა. ეკონომიკური პროგნოზი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკომისიის ეს დასკვნა აჩვენებს, რომ შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, სადაც შედეგს პოზიტიურად აფასებენ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ანგარიშის მიხედვით ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორები კერძო და სახელმწიფო მოხმარებაა. ამავე პერიოდში კი მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც. ევროკომისიის გათვლებით მომდევნო 2 წელი ეკონომიკური ზრდა შენელდება, თუმცა საკმაოდ მაღალ 5-6%-ის ფარგლებში დარჩება. ნავარაუდებია ინვესტიციების ზრდაც. ანგარიშის მიხედვით 2025 წლის დასაწყისში ბიზნესის ნდობის დონე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მკვეთრად დაეცა. ასევე რეგიონში არსებული დაძაბულობა შესაძლოა ბიზნესის და მომხმარებლის განწყობაზე უარყოფითად აისახოს. ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით უმუშევრობის დონე შემცირდა და დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს 2.5%-ით გაიზარდა. კი, საქართველოში ციფრებში ნამდვილად ფიქსირდება ეკონომიკური ზრდა, ეს არის ფაქტი. მაგრამ ფაქტი არის, რომ ამ ეკონომიკური შედეგის ბენეფიტები, ანუ სარგებელი საქართველოს რიგით მოქალაქეებამდე არ დადის. ასევე ფაქტი არის, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად უკიდეგანოდ გამდიდრდა 20-25 ელიტური ოჯახი ამ ქვეყანაში. ესიც არის ფაქტი. ეს ეკონომიკური ციფრები გამომდინარეობს არა ქართველი ხალხის კეთილდღეობიდან, არა ქართველი ხალხის ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებიდან, არამედ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის გარშემო შემოკრებული რამოდენიმე ასეული ოჯახის ბიზნესების განვითარებიდან, საიდანაც ისინი ისქელებენ ჯიბეებს, წოვენ რა სისხლს საქართველოს ეკონომიკას. კომისიის ანგარიში პოზიტიურია იმ თვალსაზრისით, რომ ასახავს ძალისხმევას, სახელმწიფოების ძალისხმევას, რათა ეს მაჩვენებლები, ეკონომიკური მაჩვენებლები ყოფილიყო იმ დონეზე, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ევროპული დონე. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო დაბალია ევროკავშირის ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში. მიმდინარე პერიოდში 5-6% საკმაოდ მაღალია, თუმცა ესეც შეიძლება შეიცვალოს, როგორც არაერთხელ მოხდა, უფრო დაბალ ციფრს ველოდებოდით და პრაქტიკულად გაცილებით უკეთესი მდგომარეობა მივიღეთ დღეისათვის. მთელი ძალისხმევა, რომელიც დღეს არის მობილიზებული ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ფლანგზე. აი მიმართული იმისაკენ, რომ როგორმე ეკონომიკა დააზიანოს, დესტაბილიზაციამ განაპირობოს ეკონომიკური ზრდის შენელება, რასაც ვერ მიაღწიეს. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო ეკონომიკურ ზრდას და მინიმუმ 2-ჯერ აღემატება ყველაზე საუკეთესო ეკონომიკურ მაჩვენებლებს ევროკავშირში. ამიტომ ეს ბუნებრივია. ყველა ძირითადი ჩარჩო იქნება ეს საბიუჯეტო დეფიციტი, იქნება ერთიან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საჯარო ვალი, იქნება ინფლაცია თუ ნებისმიერი სხვა ძირითადი პარამეტრები არის არა უბრალოდ ნორმაში, არამედ ბევრ ევროზონის, ევროს მქონე წევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა ოღონდ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი გამართულია, არა, თუმცა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, არის მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოსთან და საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, იქნება ფუჭი.